იყო 2, 3, 4 და 5. თებერვალს მაესტროს 10 წელი შეუსრულდა. 10 წლის წინ კი სტუდიის ისტორია ასე იწყებოდა. 90-იან წლებში მეორე არხიდან წამოსულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, რომელსაც ექსპერიმენტების კეთება სურდა, სატელევიზიო სივრციდან ეგრეთ წოდებულ ანდერგრაუნდში გადაინაცვლა. 1995 წლის ზამთარში სწორედ აი ამ სარდაფში ყალიბდებოდა როგორც ახალი იდეები, ისე მაესტროს მომავალი. აქ დაარსდა სტუდია, რომელსაც მაესტრო ეწოდა. ამავე სტუდიის არსენალში აღმოჩნდა გადაცემები, პასეანსი, ვარიაციები თემაზე, ტოპ სერვისი და მონოლოგი კომენტარით. ამავე წლის მაისში მაყურებელმა მაესტროს გადაცემები უკვე პირველი არხის ეთერით იხილა. გიგენთ ქართულ მუსიკალურ ჰიტს. ჩვენ 10 წელი გავუძელით ამ ქარიშხლებს, რაც ხდებოდა საქართველოს ტელესივრცეში და ალბათ ამ ასაკის ერთადერთი სატელევიზიო სტუდია ვართ, რომელმაც ამდენი წელი გაძლო. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენ ვართ პირველი სატელევიზიო სტუდია საქართველოში. მინდა მივულოცო ყველა მაესტროელს, ვინც ახლა ჩვენთან მუშაობს, ვინც სხვადასხვა ტელეკომპანიებში მუშაობენ, ყველას აბსოლუტურად და აგრეთვე მინდა მივულოცო მაესტროს ერთგულ მაყურებელს და ვისურვო, რომ მათი მზერა არ მოკლებოდეს ჩვენ. საიუბილეო წელია, ბედნიერი წელია მაესტროსთვის, მაგრამ მინდა იმის თქმა, რომ პრინციპში ის ხალხი, ვინც მაესტროს ჩაუყარა საფუძველი, უფრო დიდი ხანია ერთად არიან, დაახლოებით ეს არის 13-14 წელი და იმ დღიდან დაწყებული ჩამოყალიბდა საერთო მენტალიტეტი იმ დამფუძნებლებში, ვინც დღეს არიან მაესტროს დამფუძნებლები და გადაწყვიტეს 10 წლის წინ შეექმნათ ის სტუდია, რომელიც დღეს ვფიქრობ მაყურებელს მოსწონს და უყვარს. ჩვენ მაინც გარკვეულწილად შევძელით მაყურებლის სიყვარულის დამსახურება. ყავს ჩვენი საკუთარი მაყურებელი, ერთგული მაყურებელი, რომლებიც დაწყებული მეორე არხიდან მოყვებიან დღემდე, აგერ უკვე მეოთხე არხზე ვართ დღეს და დღემდე შევინარჩუნეთ მათი ერთგულება, მათი სიყვარული და პატივისცემა. მიუხედავად დიდი პრობლემებისა, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში შეხვდა, მაინც ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენ შევძელით ამ სირთულეების გადალახვა და ჩვენი მაყურებლის შენარჩუნება. ძალიან სასიამოვნოა ჩვენ ყავს ჩვენი მაყურებელი, რომელსაც უყვარს მაესტრო, მოსწონს მაესტრო და ყოველთვის უყურებს მას. 10 წელი არის ესეთ სატელევიზიო სტუდიისთვის ძალიან დიდი დრო. და მე მიხარია, რომ ამ სტუდიამ ამ დროს გაუძლო მისმა კოლექტივმა და შეინარჩუნა ის ბირთვი, რითაც იწყებოდა ეს სტუდია. და შესაბამისად ვითარდება და რაღაც ახალ ეტაპებზე მიდის და არ ჩერდება ერთ ადგილზე. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სატელევიზიო სივრცეში რაღაცნაირად შენი ადგილი დაიმკვიდრო და გქონდეს. ესაა ძალიან და ყველა მაესტროელს, ძველებს, ახლებს, წასულებს, მოსულებს, ყველას ულოცავ 10 წლის თავს. ბატონო ჯონდო, გესმით ჩვენი ხმა? სტუდია მაესტრო გადაცემა პასეანსის საფუძველზე ჩამოყალიბდა, თუმცა მალევე შექმნა სხვა ახალი გასართობი გადაცემები. მათ შორის სველი ხაზი, უვერტურა, ლოტო მაესტრო, უცნობი და რეკორდ კლუბი. 1 წლის განმავლობაში სტუდიის გადაცემების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და მაესტროს საყვარელ მაჩვენებელს 13-ს გაუთანაბრდა. ცნობისთვის ეს რიცხვი დღემდე სტუდიის სიმბოლოდ რჩება. მოკლედ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ პირველ არხზე ხდებოდა, რომლის ეთერითაც მაყურებელი მაესტროს ცნობილ ჰიმნსაც ისმენდა. ამის შემდეგ სტუდია მაესტრომ საეთერო სივრცისა და დროის გაფართოება გადაწყვიტა და პირველი არხის შემდეგ მაუწყებლობა პირველ სტერეოზე გააგრძელა.
ეს კი ქართული მუსიკალური არხის შექმნის პირველი სერიოზული მცდელობა აღმოჩნდა. მაესტრო 4 საათიანი მაუწყებლობა 12 საათამდე გაზარდა და ამავე არხზე მაყურებელმა პირველი დილის მხოლოდ მუსიკალურ გასართობი პროგრამა ტოროლა მიიღო. ნოვატორული აღმოჩნდა ეთერში მაესტროს სახეების გამოჩენაც. მეორე არხის შემდეგ მაყურებელს პირველად ჰქონდა შესაძლებლობა ეკრანზე ის სახეები ენახა, რომლებიც შებოჭილი მოძრაობების გარეშე, სლენგის გამოყენებით, ემოციით დატვირთულები, დილის ეთერით მათ ოჯახში შეიჭრებოდნენ. სხვათა შორის ეს ყველაფერი უფროსი თაობის მაყურებლისთვისაც აღმოჩნდა მისაღები. გასული წლის ოქტომბრიდან მაესტრო ახალი სახით გავიდა ეთერში სწორედ აი ამ სტუდიიდან, სადაც მზადდება კიდევაც ყველა ის გადაცემა, რომელიც ყოველდღე, კვირაში 7 დღის განმავლობაში სპეციალურად თქვენთვის ხდება ეთერში. ეს ის გადაცემებია, რომლებსაც მათ წამყვანებთან ერთად თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. თუმცა ამ გადაცემების გარდა სტუდია მაესტროს საკუთარ არსენალში კიდევ არაერთი ახალი და საინტერესო პროექტი აქვს. მეორე სვაზევე მივაფეთქდით ჩვენს ნაღმს. მე ერთი წელია რაც მოვედი მხოლოდ მაესტროში, თვითონ მაესტროს 10 წელი უსრულდება უკვე. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა ხდებოდა მანამდე მაესტროში, მაგრამ ვიცი რა ხდება ახლა ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში. ხდება ის, რომ ეს არის რჩება კიდევაც ყველაზე თინეიჯერულ, ყველაზე ახალგაზრდულ არხად და სწორედ აქედან გამომდინარე მოვედი მე თვითონაც ამ არხზე და ის ასეთი დარჩება კიდევაც ბოლომდე. მე რამდენადაც ვიცი არც ერთი სხვა სტუდია არ არსებობს, რომელმაც შეძლო რომ 10 წელი ეარსება დამოუკიდებლად ასე საკუთარი სახსრებით, იქნება ეს ფინანსური სახსრები თუ რაც მთავარია რა შემოქმედებითი სახსრები და რა თქმა უნდა უსურვებ მაესტროს რომ კიდევ დიდხანს იცოცხლოს და ჩვენ რა თქმა უნდა ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. გაიხანძლივით ციცოცხლე. ეს 10 წელი გავიდა ძალიან მალე. სტუდია მაესტროს წევრებმა უკან მოხდათ ვერ მოვასწარით, რომ მაესტრო უცებ 10 წლის არის და მე ძალიან მიხარია, რომ სტუდია მაესტრო დარჩა ქართულ ტელესივრცეში ერთადერთ სტუდიად, რომელმაც ბოლომდე უერთგულა ქართულ მუსიკას, რომელმაც ბოლომდე უერთგულა იმ მაყურებელს, რომელსაც ჭირდებოდა ელემენტარული რამ ეთერიდან, ჭირდებოდა კარგი განწყობა და გართობა. ხალისი და მაესტრომ მე მგონი ეს მისია შეასრულა. მუსიკალური ტელევიზიის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ სწორედ მისი მეშვეობით ქართულმა კლიპ ინდუსტრიამ გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო განვითარება. მაყურებელი უახლეს ქართულ კლიპებს მხოლოდ მაესტროს ეთერიდან იღებდა. მოკლედ თუ მანამდე არ არსებობდა ტელეარხი, რომელზეც მუსიკალური რგოლები ინტენსიურად იტრიალებდა, ახლა უკვე იყო მაესტრო, რომელმაც საკუთარი დრო სამამულო პროდუქციას დაუთმო. მოკლედ აი ასეთია სტუდიის მოკლე ისტორია, რომელიც 10 წელია მხოლოდ თქვენთვის მუშაობს.